ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მოსახლეობის ყურადღება კი ახლა იმ კანდიდატების ვინაობის გასაგებად არის მიმართული, ვინც მათ მუნიციპალიტეტში იბრძოლებს, ერთ-ერთი ვინც საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროა, ბიზნესმენი და ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილია, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძოლებს. ის არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ იქნება და დამოუკიდებლად შეეცდება გამარჯვების მოპოვებას. ამ საკითხთან დაკავშირებით გელაშვილმა ინტერვიუ TV მონიტორინგს მისცა. ვაპირებ კენჭი ვიყარო რა, დამოუკიდებლად. რატომ გადაწყვიტეთ? არის რაღაც საკითხები, რაც დასალაგებელი რაიონი არ გულია, იმიტომ. მოლოდინი როგორი გაქვთ დაგიჭერენ მხარს ხაშურის მუნიციპალიტეტში? ეგ ხაშური რომ გადაწყვიტე. ისეთ ახლა სამჯერად მაქვს ოპოზიცია, მაგრამ სხვადასხვა დროს მოგებული გახდა. რა გითხრათ, აბა? საპარლამენტო არჩევნები აქვს სამჯერ მოგებული. ოპოზიციიდან წაგებული მაქვს 16-ში. თქვენი კონკურენტი იცით უკვე ვინ იქნება მართველი გუნდიდან? რაში მაინტერესებს? ჩემი არც მაინტერესებს ვინ იქნება ეს. თუ ვინას გაუკეთებიათ შემდეგი რაიონისთვის, არც ერთ რაიონში არ არის ტრიბეში კინოთეატრი და ერთ-ერთი ჩვენ რაიონს. მხოლოდ ერთი რაღაცა ვარ. ახალგაზრდები. ასე რომ ნახოთ რაიონ თვითონ მოსახლეობა რაღაც.